როდესაც დგეხარ სცენაზე, არ შეიძლება იყოს მოფლაშული, ან სქელი, ან ეს არ ვერ მოვასწარი და გავარდი ახლა ჭადი მოვზილე და გავედი. ეხლა აინტერესებს მაყურებელს, ვიცი, ეკა რას ისმევს სახეს. ნანის და მე ეს გვაქვს, აი რაღაც წლებია. ზაფხულში ძალიან ხშირად ვაკეთებ. კიტრი, რაც მორჩება, ჩქარა რო ვაკეთებ, პამიდორს იმას ვიზამ, ალუბალი გადასარევი, აი რაც კი რამე ხდება. ხო, რამეს ხო არ აკეთებს? ისეც რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით და შეიძლება არც ამბობთ. აბსოლუტურ რაღაცებს უვიკეთებ. ოპ, აი რას. აი გვერდიდან შინ თავს რო უყურებ, ის ძალიან კარგია. დეეჩემა რო დაიხატა ესე თვალები, არ თქვა რომ საბუნიაშვილი ხარ პარიზში. და მისი წარმატებულობის ინდექსიც აქედან იწყება. ეს ამ მნიშვნელოვანია. ამიტომ ნანი თავის ცხოვრებაში დიეტაზე არ ყოფილა. მე მომიწია რომ წვალობთ, როგორ შემეშინდა, იცი? აი, სერიოზულად ვიფიქრე, რომ ვაიმე, ეხა მე თუ ეს წონა კიდე გამექცა, ბროკოლი თუ მწვადი? წვადი. ეგრეც ვიცოდი. 40 წლის ასაკში რომ პატარა რაღაც ნაუჭი დავინახე. და დანი ასასაცილო ხომ მე რო გავდივარ და გონია რომ არ გისვია პამა და წაისვი. რა აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები ამას აქვს ახლა შენთვის? ბევრად უფრო კარგად ვარ, თავისუფალი, გალაღებული, ჰარმონიულად ვარ ჩემ თავთან.